ჭალის ტყეების აღდგენა განაშენიანებას იწყებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსთავის მერიასთან ერთად. უკვე შეძენილია 10,000 ძირი ენდემური ხემცენარე. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის ტარდება სპეციალური ტრეინინგები, მასში ჩართულ პირებს უკვე გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. პროექტის მიზნად რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენა სახელდება. Am მნიშვნელოვანი პროექტით რუსთავში ვაგრძელებთ ჭალის ტყის ისტორიას, აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღეს ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის მხრიდან სამინისტროსთან ერთად მუშავდებოდა იმ მთავარი დოკუმენტით, რომელიც ჭალის ტყის აღდგენას ეხება. საინფორმაციო შეხვედრა გქონდა, სადაც ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ჭალის ტყის აღდგენა იმ ნერგებით, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და ძალიან მალე სისტემურად დავიწყებთ ჭალის ტყის აღდგენის პროცესს. დაიწყო რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა, რომლის პროექტი მოამზადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად. მსგავსი პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არის მნიშვნელოვანი და მომავალშიც გააგრძელებს, იმიტომ რომ ეს არის მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რუსთავის ტყეჭალაში დაირგო 300 ძირი ხემცენარე ახალგაზრდებთან ერთად. აღნიშნული პროექტი გაგრძელება მომავალ წლის გაზაფხულში, რაც ჯამში ტყეჭალაში 10,000 ძირის ხის დარგვას მოიცავს.